პუტინი ისევ ძალის დემონსტრირებას ახდენს. მორიგჯერზე რუსეთის პრეზიდენტი გამოჩნდა სამხედრო ფორმაში ჩაცმული და როდესაც ამას აკეთებს ხოლმე, ყოველთვის ამას აქვს სიმბოლური დატვირთვა პროპაგანდის თვალსაზრისით ეს ერთი და ყოველთვის ხდება ხოლმე აი ამ ფორმით პუტინის გამოჩენა გარკვეულ საკვანძო მომენტებში და ამ პარალელებზეც ვისაუბრებ ამ ვიდეოში გარკვეულ შეხსენებას გავაკეთებ, ასე ვთქვათ, ბოლოს როდის ეცვა და რატომ ეცვა პუტინის სამხედრო ფორმა. ამ შემთხვევაში კონტექსტი აბსოლუტურად გასაგებია, ეს ყველაფერი ხდება 2025-ის, ზაპად 2025-ის ფარგლებში სამხედრო სწავლების, რომელსაც რუსეთი ატარებს ბელორუსთან ერთად. პუტინი მიდის სამხედრო ბაზაზე, იქ აკეთებს განცხადებას თუ რამდენი სამხედრო მოსამსახურეა ამ სწავლებაში ჩართული, ასევე საუბრობს ჯავშან ტექნიკისა და შეიარაღების რაოდენობაზე და მასშტაბზე, ჩართულობაზე ამ წვრთნებში და მეტიც ის შეეცადა პისტოლეტის გადატენვას. აი აქ ცოტა კომიკური სიტუაცია იყო, როდესაც კადრებს გაჩვენებთ, თამაში თქვენს დამეთანხმებით დარწმუნებული ვარ. ძალიან გაუჭირდა მოკლედ იარაღთან ურთიერთობა და ხო, საბოლოოდ როგორღაც მოახერხა ის, რომ ჭიდი მოათავსა პისტოლეტში. ხო, აი ამ ყველაფერზე ვისაუბრებ, გაჩვენებთ ბევრ ამას, ასევე ვისაუბრებ გარკვეულწილად რუსეთის ეკონომიკაზე ამ კონკრეტულ ეპიზოდში და საინტერესო სიახლეებს გაგაცნობთ, რომელიც ეხება პუტინის გადაწყვეტილებებს იმისთვის, რომ როგორმე ბიუჯეტში დეფიციტი შეამციროს, ის აპირებს, აქვე დავაანონსებ ხო, პრინციპში თემას, ის აპირებს, რომ გადასახადები გაზარდოს და ამით შეამციროს დეფიციტი. გარდა ამისა ვისაუბრებ ეკონომიკის თვალსაზრისით საინტერესო სიახლეებზე, რომელიც კარგად დავიწყებული ძველი არის ამ შემთხვევაში. რუსეთში 90-იანი წლების პრაქტიკა ბრუნდება, როდესაც რუსული კომპანიები პარტნიორებთან, ამ შემთხვევაში ჩინეთზე მექნება საუბარი, ბარტერების ფორმატში ვაჭრობენ, ანუ არა ფულით, არამედ პირდაპირ პროდუქციის გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს. ამაზე როიტერის ძალიან საინტერესო სტატია შემოხვდა და გაგაცნობთ. ცხადია ამ ვიდეოში ასევე ვისაუბრებ ფრონტის ხაზზე არსებული სიახლეების შესახებ. ტრადიციულად გადავხედავთ რუკას და ვნახავთ სად რა ხდება, რომელ სექტორზე, ვის აქვს უპირატესობა, სად არის პოზიტიური სიტუაცია უკრაინისთვის და სად ნეგატიური, რაც გულისხმობს იმას, რომ ხო აქვე ვიტყვი კუპიანსკში არ არის კარგი ვითარება და ამას პრინციპში სათაურიდან და ფოტოდანაც მიხვდებოდით, რომელიც დაურთეთ ვიდეოს. და ბოლოს ანონსს დავამთავრებ იმით, რომ ვიდეოს ბოლოს ვისაუბრებ ახალ პროექტზე. ძალიან საინტერესო წამოწყებაზე, რომელიც მეკუთვნის მე და ჩემს ძალიან მაგარ კოლეგებს. ეს არის ახალი არხი, სადაც ჩვენ გავაკეთებთ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროცესების მიმოხილვას, ანალიზს და ვიდეოს დასასრულს ამაზე უფრო დეტალურად მოგიყვებით, ვისთან ერთად, რა ინტენსივობით და რა ტიპის ახალ პროექტს ვიწყებ. ვინც პირველად მიყურებთ აქვე გაგეცნობით, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ჟურნალისტი. ეს არის ჩემი არხი Redline და კარგი იქნება თუ ამ არხს გამოიწერთ, თუ ვიდეო მოგეწონებათ და ლაიქებთ და კომენტარებშიც გამოთქვამთ საკუთარ მოსაზრებებს. დავიწყოთ მოკლედ უშუალოდ ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციის მიმოხილვა. პირველ რიგში გთავაზობთ, რომ მივიდეთ უფრო ახლოს მასშტაბში ხარკოვის ოლქში, ქალაქ კუპიანსკთან, სადაც სიტუაცია საკმაოდ რთულდება. განსაკუთრებით ეს თვალსაჩინო გახდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ვნახოთ განსხვავება რიცხვებში უკან გადავიდეთ, ესე იგი კალენდარზე ცოტათი უკან გადავიდეთ, ეს არის 16, 15 აი ნახეთ, ესე იგი 11 რიცხვის შემდეგ, 11 სექტემბრის შემდეგ აქ ვითარება მნიშვნელოვნად გაუარეს და უკრაინელებისთვის. 13-ში გვაქვს ესეთი სურათი, აქ ხელახალი შეტევა ნაცრისფერ ზონაში, რომელიც მანამდე უკრაინელებმა გაათავისუფლეს, აქ გაჩნდა ახალი მიმართულება, ასევე უფრო ჩრდილოეთით დამატებით დასახლებული პუნქტის აღებას ცდილობენ აქ უკვე რუსი სამხედროები და ქმნიან ერთგვარ ახალ დასაყრდენ ზონას შემდგომი შეტევების განხორციელებისთვის.
შემდეგ უკვე კიდევ 14-ში უფრო მეტად წინსვლა კუპიანსკის ჩრდილოეთით და ნაცრისფერი ზონაც უკვე ფართოვდება და 16-ში საბოლოოდ ვიღებთ აი ასეთ სურათს. 15-ისგან საკმაოდ განსხვავებულს აქ 16 რიცხვში უკვე რუსმა ოკუპანტებმა მოახერხეს აი ამ მდინარესთან, მდინარე ოსკილი არის აქ, რომელიც ჩამოდის კუპიანსკის პრინციპში შუაში ყოფს ამ ქალაქს, ორად ყოფს ამ ქალაქს. აი ამ მდინარის სანაპიროებამდე გასვლა და კონტროლის ზონის მნიშვნელოვნად გაფართოება ერთის მხრივ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოახერხეს ის, რომ მიუახლოვდნენ ქალაქის ცენტრს კიდევ უფრო მეტად ორი სხვადასხვა მიმართულებიდან, ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან, ხო? ნუ აქაც ხედავთ, რომ აქ თანდათან ისინი ცდილობენ, რომ დაიკავონ სტრატეგიული მნიშვნელობის გზები და მთავარი ამოცანა ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ კონტროლი უნდა გააფართოვონ, რუსებისთვის არის აი ამ გზაჯვარედინის დაბლოკვა, რაც მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ ქალაქ კუპიანსკისთვის, არამედ მნიშვნელოვანი არის კუპიანსკის გარშემო, უბრალოდ უფრო აღმოსავლეთ ნაწილში არსებული სხვა დასახლებული პუნქტების მომარაგებისთვისაც და იმ შემთხვევაში თუ ცხადია თუ მოახერხებენ ჯერჯერობით ამაზე ბუნებრივია რთული სიტუაციის მიუხედავად ნაადრევი არის საუბარი თუ მოახერხებენ ისინი ქალაქ კუპიანსკის ნუ აი მნიშვნელოვანი ნაწილის აღებას და ამ გზების ბლოკირებას გართულდება მთელი აი ამ დასახლებული პუნქტების მომარაგება და რბილად რომ თქვათ უკრაინელი სამხედროებისთვის უფრო რთული დასაცავი გახდება უკვე აი ეს სხვა დასახლებული პუნქტები, რომელიც არის აი ამ ჯიბეში მოქცეული, ასე ვთქვათ, ამ რუსული ორი შეტევის მიმართულების შუაში და აქ ცხადია გასათვალისწინებელია, რომ თუ იქნება აქ რუსების მხრიდან წინსვლა, თუ გაჭირდება კუპიანსკის კონტროლი უკრაინელების მხრიდან, თანდათან უფრო მეტ ბიძგს მისცემს ეს ოკუპანტ ძალას, რომ გააქტიუროს სხვა მიმართულებებიდანაც ცხადია შეტევები, გააფართოვოს მისი პოზიციები კუპიანსკის გარშემო და ასე შემდეგ, ხო, ნუ ხედავთ აქ ბევრი წითელი მონიშნა არის, სადაც შეჭრილია სხვადასხვა მიმართულებით შეტევები, არის ნაცრისფერი ზონებიც, რომელიც გაფართოებულია და რაღაც შეუშლით ხელს თუ გაჭირდება აქ უკვე მომარაგება და გართულდება თავდაცვითი პოზიციების შენარჩუნება, ცხადია რომ საკმაოდ დიდი საფრთხის ქვეშ მოექცევა მთლიანად ეს ზონა და პრინციპში ამაზე მე წინა ვიდეოებშიც მისაუბრია, როდესაც კუპიანსკის მნიშვნელობაზე და ნუ აქ ორივე მხრისთვის არსებულ სტრატეგიულ ამოცანებზე ვსაუბრობთ ხოლმე. ხო, ნუ რა შეიძლება დამატებით ითქვას კუპიანსკთან დაკავშირებით და უშუალოდ ბოლო წინსვლის შესახებ, მე წინა ვიდეოში მათ შორის ვსაუბრობდი იმაზე რომ გარკვეული არაორდინალური გზები გამოიყენეს აქ წინსვლისთვის რუსებმა, მათ შორის გაჩვენეთ მე თქვენ როგორ გამოიყენეს მათ ესეთი მსხვილი მოზრდილი მილები გადაადგილებისთვის, თუ არ ვცდები წყალმომარაგების მილები იყო ან არ ვიცი გაზის მომარაგების მსხვილი ცენტრალური მილები, სადაც ადამიანი ეტევა, ასე ვთქვათ და თუ ნახავთ ამ ვიდეოს იქ დეტალურად მქონდა ნაჩვენები, წინა ვიდეოზე ვსაუბრობ. ხო, ნუ საკმაოდ ეფექტურად გამოიყენეს, რომ რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლა მოეხერხებინათ ამ პატარ-პატარა ჯგუფებს 3 მილის მეშვეობით, მომხდარიყო უშუალოდ დასახლებულ პუნქტებში მათი პატარ-პატარა ჯგუფების შესვლა და შემდეგ უკვე გადაჯგუფება და რაღაცა ახალი შეტევების ორგანიზება მათი მხრიდან და როდესაც კუპიანსკის აი ამ დროისთვის არსებულ სიტუაციას აღწერენ, მათ შორის უკრაინული წყაროები თავად საკმაოდ კრიტიკულად საუბრობენ იმაზე, რომ აქ გარკვეულწილად ჩავარდა მათი სამხედრო ხელმძღვანელობის გათვლები და მათ ვერ მოახერხეს ეფექტურად რეაგირება ერთი სიტყვით, ამას ნაწილობრივ მიაწერენ იქ ცოცხალი ძალის ნაკლებობას, რაღაც ნაკლებ ორგანიზებულობას და ასე შემდეგ, თუმცა ერთ-ერთ ფაქტორად, რატომაც აქ რთულია
სიტუაციის მართვა სახელდება ის, რომ კუპიანსკში ჯერ კიდევ მრავლად რჩება ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა. და რუსების ტაქტიკა როგორი არის? ასე მილებით თუ თითოეულ ლოკაციაში შედის უახლოვდება დასახლებულ პუნქტებს, მერე ისინი უკვე მაგრდებიან და გადაადგილდებიან შენობიდან შენობაში. არის შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა მათ ეხმარება კიდეც და ამასთან დაკავშირებითაც ითქვა. არის შემთხვევები, როდესაც უკვე როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაცმულები არასამხედრო ფორმით, მაგრამ შეიარაღებული რუსი სამხედროები გადაადგილდებიან და ამ ხრივ ასეთი ფორმით ცდილობენ რომ შეინიღბონ და ერთ სიტყვით, როდესაც აქ საუბარია იმაზე, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა, ისინი იმალებიან მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებში, სარდაფებში და ასე შემდეგ, რთულია ოპერირება, რთულია მათი განთავსების ზონების დაბომბვა მაგალითად, იმიტომ რომ რისკია მშვიდობიანი მოსახლეობის საფრთხის ქვეშ დაყენების და ასე შემდეგ. ერთ სიტყვით, საკმაოდ რთული ამოცანების შესრულება მოუწევთ უკრაინელ სამხედროებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი საბოლოოდ მოახერხებენ ორგანიზებას და აი ამ შეპარული და შეჟონილი რუსი სამხედროების პატრა-პატრა ჯგუფების განდევნას საბოლოოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან და ცხადია, საკმაოდ რთული ამოცანები ექნებათ შესასრულებელი იმისთვის, რომ ზოგადად ეს შეტევა როგორმე აყვეთონ. კუპიანსკისგან რადიკალურად განსხვავებული სურათი არის სუმში. ამაზე საუბრობდა სხვათა შორის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, როდესაც ამბობდა ახალი შეტევების მიმართულების შესახებ რუსების, ის ამბობდა, რომ ერთი მიმართულება რუსებს პირწმინდად სრულად ჩაუვარდათ, აქ იგულისხმებოდა სწორედ სუმი, სადაც წინა ვიდეოშიც ვახსენებდი მე, რომ უკრაინელებს აქვთ მნიშვნელოვანი წინსვლა, აქ თანდათან თითქმის საზღვართან გადიან უკვე ისინი, ბოლო ცნობები იყო აი ამ ტბასთან დაკავშირებით, რომ აქ რუსი სამხედროები, რომლებიც მოექცნენ წნეხის ქვეშ, ცდილობდნენ გადაცურვას და ამ ცურვის საშუალებით გადასვლას მათ კონტროლირებად ტერიტორიებზე, თუმცა აქ იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბევრი ვერ გადარჩა და ამ ტბაში ძალიან ბევრი დახოცილი სამხედროების შესახებ იწერებოდა ინფორმაცია. მთლიანობაში აქ სუმის მიმართულებით დასავლეთ ნაწილში თანდათან უფრო ფართოვდება უკრაინელების ყოფნა, აი ეს დასახლება მაგალითად კოსტიანტინივკა არის ფაქტობრივად ალყაში მათი მხრიდან და აღარაფერი რჩება ბევრი რაღაც 3 კილომეტრია დაახლოებით ეს ზონა რომ განდევნონ სახელმწიფო საზღვრამდე. ვრცელდება ინფორმაცია რომ ალექსიივკას მიმართულებითაც არის ძალიან დიდი აქტიური საბრძოლო მოქმედებები, ძალიან სწრაფად ცდილობენ წინსვლას აქ უკრაინის დანაყოფები და თუმცა ნუ როგორც ხედავთ კონკრეტულად ამ წყაროზე ჯერჯერობით ეს რუკაზე არ არის ასახული, დიდი ალბათობით მომდევნო 2 დღის განმავლობაში აქ კიდევ უნდა ველოდოთ ცვლილებებს და ვნახოთ როგორ წავა სიტუაცია სუმში. ამასთან ერთვის ის რომ სუმიდან გარკვეული დანაყოფები რუსებმა გადაისროლეს დონეცკის მიმართულებაზე პოკროვსკის მახლობლად და აქაც პრინციპში არ აქვთ მათ სახარბიელო მდგომარეობა. არაერთხელ ვისაუბრე დობროპილიას მიმართულებასთან დაკავშირებით და როგორც ხედავთ, აქ არის ესე ნაჭერ ცდილობენ უკრაინელები აი ამ წარსულში ეფექტური გარღვევის რუსების შესრულებული ეფექტური გარღვევის სრულად განადგურებას და აქ ხედავთ რომ რამდენიმე ზონა არის 1-2 მინიმუმ სადაც უკვე შეიძლება ითქვას რომ სრულად არიან ალყაში რუსი სამხედროები. აქ ბოლომდე არ არის წითელი ზონა გადაჭრილი, თუმცა ბევრი აღარც არაფერი უკლია და გარდა ამისა აქაც უშუალოდ მირნოგრადის ჩრდილოეთ ნაწილშიც საკმაოდ დიდი დაჯგუფება არის რეალური საფრთხის ქვეშ რუსების. იქიდან გამომდინარე რომ თუ ეს ზონაც გადაიჭრა, სამი მხრიდან იქნებიან ისინი ალყაში და პარალელურად აქ ვითარდება ჩრდილოეთიდანაც და სამხრეთიდანაც უკრაინელების შეტევა. ხო, აი ამ შეტევების განხორციელებას ხელს უწყობს თან მათი პოზიციების კიდევ უფრო გამყარება. ვნახოთ ცვლილება გვაქვს აქ. აი 15-დან 16 რიცხვისთვის პანკივკა, ეს დასახლებული პუნქტი ლურჯ
სურათშიათ არის მონიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინელებმა სრულად დაიკავეს და აი ამ ხრიდან წინსვლა კი მიანიშნებს, რომ თანდათან უფრო რეალური ხდება ამ ზონის მთლიანად გადაჭრა ერთის მხრივ და ხო, დამატებით კიდევ აი აქ უფრო სამხრეთ ნაწილში მეტი პრობლემების შექმნა რუსებისთვის. თუმცა ხო, აქ ცხადია, რომ აი ამ კონკრეტულ მონაკვეთში უკრაინელები კარგად ართმევენ საქმეს თავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აქ საფრთხეები არის განეიტრალებული, ამაზეც პრინციპში არაერთხელ მისაუბრია. აქ სულ უფრო და უფრო მეტი რუსული სამხედრო დანაყოფის მეტი ცოცხალი ძალის თავმოყრა ხდება და თავის ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა სწორედ ამას, რომ რუსეთს აი ამ ერთი ჩავარდნილი მიმართულების შემდეგ სუმის მიმართულების შემდეგ ახლა აქვს ორი გეგმა. ეს ორი გეგმა გულისხმობს დნეპროპეტროვსკის მიმართულებით შეტევის წამოწყებას, ვიდრე არის ამის დრო და ამინდი ხელს უწყობს ყოველ შემთხვევაში ზაფხულის კამპანიის შემდეგ უკვე შემოდგომაზეც აქვთ მათ გარკვეული დრო იმისთვის, რომ სწრაფი მანევრები განახორციელონ და სწორედ ამას ცდილობენ. ზელენსკი მიანიშნებდა ორი მნიშვნელოვანი შეტევის შესახებ, ორი საფრთხის შესახებ და ეს ეხება სწორედ დონეცკის მიმართულებას და დნეპროპეტროვსკის მიმართულებას. დონეცკში როგორც გითხარით, ძალიან დიდი მობილიზებაა, სულ უფრო და უფრო მეტი სამხედრო ძალის განმოსროლა ხდება. აქ ჯერჯერობით კარგად ართმევენ უკრაინელები თავს და აკავებენ მტერს, აქ არაერთი კადრები ვრცელდება, სადაც ჩანს რუსული სამხედრო ტექნიკის განადგურება, მათი შეტევების ჩაშლა, მათი ესეთი ეგრეთ წოდებული შტურმავიკების ჯგუფების განადგურება და ასე შემდეგ და ხო, რაც შეეხება დნეპროპეტროვსკის მიმართულებას, აქაც არის მნიშვნელოვანი საფრთხეები და ეს თვალნათლივ ჩანს პრინციპში თუ ჩავხედავთ რუკაზე არსებულ ცვლილებებს. ესეთი ვითარება არის ახლა მაგალითად აქ ადმინისტრაციულ საზღვართან და მოდით ვნახოთ ცოტათი უკან გადავიდეთ, აი თქვათ ახლა 16 რიცხვის მონაცემს უყურებთ და გადავიდეთ რა ხდებოდა 2 კვირის წინ მაგალითად, ხო? თვის დასაწყისში, სექტემბრის დასაწყისში ასეთი სურათი იყო, ასეთი სურათი იყო და დღეს ასეთი სურათი არის, ხო? მნიშვნელოვანი წინსვლა და ამას ჭირდება შესაბამისი რეაგირება ცხადია და ამის ართქმა, რომ ეს ასე არ არის, არ იქნება სწორი. მოკლედ ნათელ ფერებში რომ არ დავხატოთ სურათი, აქ საკმაოდ წინ წაიწიეს ბოლო პერიოდის განმავლობაში, აი ამ კონკრეტულ ზონაში თუნდაც რუსმა სამხედროებმა. ცხადია, მათ არ დაუკავებიათ რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელობის აქ დასახლება, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ უკვე რაღაც ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთეს და მათი ყოფნა ფიქსირდება უშუალოდ დნეპროპეტროვსკის ოლქში, ეს უკვე მინიმუმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი არის და აი ამაზე ვსაუბრობ, ზუსტად აქ არის ადმინისტრაციული საზღვარი, როგორც ხედავთ, განსხვავებული მონიშნაა და რიგი მიმართულებებით ეს ადმინისტრაციული საზღვარი არის გადაკვეთილი. მთლიანობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები ახერხებს ფრონტის ხაზზე სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებას. ეს არის ცალსახად, თუ შევხედავთ დიდ სურათში, არ გულისხმობ რაღაც პატარ-პატარა გარღვევებს და თუნდაც რაღაც საშუალო კატეგორიის რისკებს, რაც მაგალითად ვისაუბრეთ კუპიანსკთან მიმართებით, ხო? მთლიანობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ეტაპზე ახერხებს მთავარი თავდაცვითი ზღუდის შენარჩუნებას, მათ არ დაუკარგავთ მთელი ამ ზაფხულის კამპანიის და აგერ უკვე შემოდგომის განმავლობაში, რაც სექტემბერი დაიწყო, არც ერთი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი, არც ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ზონა არ დაუთმიათ და იმ რისკებს, რაზეც ვსაუბრობთ და იმ თქვათ სისუსტეებს თუ ჩავარდნებს პირველ რიგში უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა, მათი გენშტაბი ყველაზე ადეკვატურად და შესაბამისად აანალიზებს, იმედია რომ შესაბამისი ნაბიჯებიც იქნება მათი მხრიდან გადადგმული, ყოველ შემთხვევაში იმედიანი განწყობის საფუძველს ქმნის ის შედეგები, რომელიც თუნდაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ აჩვენეს და დადეს, მათ შორის ამ შედეგებზე, როდესაც
ვსაუბრობთ, ყველაზე მეტად თვალსაჩინო არის ეს დობროპილიას გარღვევა, რომელიც განახორციელეს რუსებმა აგვისტოს დასაწყისში. 10-12 კილომეტრიანი წინსვლა ჰქონდათ ძალიან სწრაფი, თუმცა ეს შეტევა საბოლოოდ მოგერიებული იქნა, ჩაიჩეხა, პირდაპირ ესე უხეშად რომ ვთქვათ, უკრაინელების მხრიდან და ესე ნაჭერ არის ახლა ის შეტევის ნარჩენები დარჩენილი, სადაც პირიქით რუსები არიან ალყაში. ასე რომ აქაც მაშინ საკმაოდ საყურადღებო სიტუაცია იყო, ძალიან დიდი საფრთხე იქმნებოდა თავდაცვითი ხაზის თავარი თავდაცვითი ზღუდის გარღვევაზე იყო საუბარი, თუმცა სიტუაცია მნიშვნელოვნად შემოტრიალდა. შესაბამისად, არც კუპიანსკის შემთხვევაში არ არის ჯერჯერობით არაფერი ტრაგიკული არ ხდება განსაკუთრებით, ცხადია, არის რთული სიტუაცია, მაგრამ დაველოდოთ როგორ განვითარდება აი აქ, ხო, კუპიანსკთან სიტუაცია შემდგომ დღეებში. და ისიც სამხედრო ფორმაში ჩაცმული ვლადიმერ პუტინი, როგორც დაგკვირდით, ნახოთ ეს კადრები, მოკლედ ზაპად 2025-ის ფარგლებში პუტინი პოზირებს კამერებთან სამხედრო ფორმაში და ცდილობს რომ აჩვენოს საკუთარი უნარები, რომელიც იარახის ფლობის ნაწილში გააჩნია, თუმცა ამ შემთხვევაში ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, ნახოთ კადრები. ხო, ნუ მოკლედ აი კაი ხანი ეწვალა რომ როგორმე ჭიდი მოეხსნა და შემდეგ დაემაგრებინა და ბოლოს გაბრაზებულმა ესე გამეტებით ჩაარტყა ხელი და ჩასვა როგორც იქნა. ამაზე ბევრი გაერთო ხო აი ამ კადრებზე და მოიარა სოციალური ქსელები, ასე რომ ვთქვათ, ხო, ნუ საინტერესო ესეთი სადემონსტრაციო კადრები იყო. გარდა ამისა, იყო სხვა კადრებიც, სადაც ის სამხედრო მანქანებთან მიდის, მოტოციკლთან მიდის, კიდე კარგი ზედარ დაჯდა, თორემ, პრინციპში კიდევ კარგი რა, რომ დამჯდარი იყო, გავერთობოდით, ამ პისტოლეტის მაგალითით თუ იმსჯელებთ, როგორც გაუმკლავდა. ხო, ნუ კარგი სანახაობა იქნებოდა უდაოდ. იქ მივიდა და რაღაც ხელი შეეხო მოტოციკლს. ეგეთი კადრი მახსოვს. რაც შეეხება პოლიტიკურ განცხადებებს, ხო, აი ამ განცხადებას გთავაზობთ ახლა, რომელიც გააკეთა პუტინმა ზაპად 2025-ის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის, რომ მანამდე ვრცელდებოდა ოფიციალური ცნობები, თითქოს სწავლებაში ჩართული იყო დაახლოებით 18,000-მდე სამხედრო თუ არა, 18 არა, პირიქით, უფრო ცოტა, 13,000 სამხედროზე იყო მთლიანობაში საუბარი, საიდანაც 10,000 იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი და 3,000 იყო ბელორუსის წარმომადგენელი, თუ სწორად მახსოვს. ამ შემთხვევაში პუტინმა რაც თქვა, ეს იყო გაცილებით დიდი რაოდენობა, მოდით მოვისმინოთ ეს განცხადება, სადაც ისაუბრობს როგორც სამხედრო ძალაზე, ანუ ცოცხალ ძალაზე, ასევე შეიარაღებაზე, რომელიც ჩართული არის ამ სწავლებებში. Участие принимают 100 тысяч военнослужащих. Задействовано будет, и уже задействуется, около 10 тысяч систем вооружения, техники. Причем это все современная техника, используемая в практической боевой работе. Да и планы учения строятся, исходя из опыта, полученного при проведении специальной военной операции. Я уже сказал, 10 тысяч образцов техники различные, из них 333 летательных аппарата. Это тактическая авиация, стратегическая авиация и военно-транспортная авиация. Применяется также свыше 247 кораблей, надводных, подводных и судов обеспечения. К нам для участия в мероприятиях учения 2025
ხო, როგორც ხედავთ, მოკლედ პუტინი საუბრობს საკმაოდ დიდ რაოდენობაზე 100,000 სამხედრო მოსამსახურე, 10,000 ერთეული ტექნიკა, სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო, ამ ყველაფერს აკეთებს სამხედრო ფორმაში ჩაცმული, რაც არაერთხელ აღვნიშნე და აკეთებს სამხედრო მაღალჩინოსნების გარემოცვაში კამერების თანდასწრებით. ამას სხვა არაფერი ქვია თუ არა ძალის დემონსტრირება, რაც უკვე ერთხელ ვახსენე მათ შორის დასაწყისში და ამ ძალის დემონსტრირებას აქვს საფუძველი რატომ აკეთებს ამ ყველაფერს აქვს კონტექსტი. კონტექსტის ერთი ნაწილი არის საზაფხულო კამპანია რუსების, რომელიც ჩავარდა მათ უკრაინაში ვერ შეძლეს მთელი ზაფხულის განმავლობაში, ვერც ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის დასახლების აღება, ვერც ერთი რაღაც მასშტაბური გარღვევის განხორციელება. ეს უკვე ფაქტია, რომ ჩავარდნილია საზაფხულო კამპანია, ახლა ცდილობენ გადაჯგუფებას, როგორც უკვე ვახსენეთ და თქვათ იქ საპოროჟიეს და დონეცკის მიმართულებით, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის მიმართულებით კიდევ ახალი შეტევების რაღაც ფორმირებას ნახოთ მანდაც რა გამოვა და ამ სიტუაციაში ძალიან ცხადად გამოჩნდა, რომ პუტინს სჭირდებოდა ახალი მითების შექმნა, თამასის აწევა, ასე ვთქვათ, არ ვიცი, ეს ჩემი აზრია და არა მხოლოდ ჩემი პრინციპში, მას სჭირდებოდა პირველ რიგში თავისივე შიდა აუდიტორიისთვის საკუთარი უძლეველობის იმიჯის განმტკიცება და ამიტომ წავიდა უკვე ახალ ესკალაციაზე, წავიდა ახალ პროვოკაციებზე და არღვია ჯერ პოლონეთის საჰაერო სივრცე, შემდეგ რუმინეთის საჰაერო სივრცე. ერთის მხრივ გატესტა ნატოს რეაგირება ამ ყველაფერზე და მეორეს მხრივ ხო, ეს პროპაგანდისტვის გადასარევი მასალაა, ხო? აგერ რუსეთში ახლა ბევრი ზეიმობს იმას, რომ რა მაგრები არიან, როგორ მოახერხეს და დაჩაგრეს ამ შემთხვევაში პოლონეთი და რუმინეთი და მათ ვერაფერიც ვერ უპასუხეს. ხო, პასუხი ნატოს მხრიდან არის სამხედრო სწავლება, რომელიც წამოიწყეს და რომელშიც არაერთი ქვეყანა არის ჩართული. და პასუხი ამ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან იქნება ის, რომ იქით დაადანაშაულებს დასავლეთს, ჯერ თავიდან თვითონ წავიდა პროვოკაციაზე და გადაუშვა, გადაფრინდა იქ ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე დრონები, ახლა თვითონ იტყვის, რომ დასავლეთი მას ემუქრება და ამ ყველაფერს წინ უნდა აღუდგეს რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება დასავლეთი და ეს აუცილებლად უნდა აღიკვეთოს, ამას გაყიდის სწორედ საკუთარ მოსახლეობაზე და ამას ყიდის უკვე პრინციპში შეიძლება ითქვას, ამაზე მიანიშნებს თუნდაც მისი პროპაგანდისტების მორიგი განცხადებები, სადაც იმუქრებიან იქ ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, ხო, ამის ჩვენებაც მინდოდა. აგერ არის ცნობილი პროპაგანდისტი Соловьёвი. Но вот дело все в том, что вот подобными шагами, они все приближают и приближают тот момент, когда либо по территории Украины, либо по территории Польши, где будут дислоцироваться все эти силы, будет нанесен ядерный удар для начала тактического ядерным оружием. И в этой связи вот хотелось бы задать вопрос и политическим деятелям, и военным. Вы приближаете этот момент. А что касается заявлений Келлога, типа не посмеем, еще как посмеем. Опомниться не успеешь, как посмеем. ხო, ისევ თავარი პროპაგანდისტები მათ სტუმრებთან ერთად განიხილავენ ამ შემთხვევაში ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გამოყენებას ან უკრაინის ტერიტორიაზე, ან პოლონეთის ტერიტორიაზე მაგალითად, როგორც აქ ითქვა, ხო, და ეს ყველაფერი ხდება სინქრონში პუტინის ამ შოუსთან ერთად, სადაც ის ძლევამოსილი გამოჩნდა კამერების წინ, მორიგ ჯერზე, მოკლედ ჟღერდება მუქარები, ამ შემთხვევაში კონკრეტულად პოლონეთი იყო ნახსენები, თუმცა მთლიანობაში ნატოს და დასავლეთის წინააღმდეგ, რომლებიც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ახლა არიან წინა ხაზზე უკრაინის დახმარების და თუნდაც ამ ინციდენტების ფონზე ისინი თანდათან უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით უკრაინის დახმარება არის მნიშვნელოვანი და უფრო მეტი და მეტი შეიარაღების მიწოდება იმისთვის, რომ თავისივე უსაფრთხოება დაიცვან უკრაინის მეტი შეიარაღებით და უკრაინის
სამხედრო შესაძლებლობების თავდაცვით უნარიანობის გაზრდის მეშვეობით. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ამ ესკალაციას უკავშირდება, ეხება პოლონეთის ერთ საინტერესო გადაწყვეტილებას იმ ფონზე, რომ მათი საჰაერო სივრცე დაირღვა, ასევე მიმდინარეობს ბელარუსის და რუსეთის ერთობლივი სწავლება ზაპად 2025, პოლონეთმა მიიღო ბელარუსთან საზღვრის კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება, მათ ჩაკეტეს გადასასვლელები და მათ შორის მათ ჩაკეტეს სარკინიგზო გადასასვლელი ბელარუსსა და პოლონეთს შორის. და აი ამან ყველაზე მეტად როგორც ირკვევა დააზარალა რუსეთის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ჩინეთი, რომელსაც საკუთარი სავაჭრო ინტერესები გააჩნია. აი ამ წყაროს მიხედვით ჩინური ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვების 90% მოდის სწორედ აი ამ მარშრუტზე, რომელიც რუკაზე არის მოცემული ჩინეთიდან ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი შემდეგ და პოლონეთში. სწორედ აი ამ ხაზის ჩაკეტვა მოხდა, რაც ძალიან მძიმე შედეგებს იწვევს ჩინეთისთვის, როგორც აღმოჩნდა, აქ საუბარი არის ამ წყაროს მიხედვით, რომ 25 მილიარდი არის დაახლოებით აი ამ სარკინიგზო გადაზიდვების მეშვეობით ბრუნვა წლიურად 25 მილიარდზე არის საუბარი და სწორედ აი ამ 90% შეადგენს მოკლედ ჩინეთის სარკინიგზო გადაზიდვების აი ეს მარშრუტი უშუალოდ ევროპის მიმართულებით. შესაბამისად შეშფოთდნენ ჩინეთში, დარეკეს როგორც აღმოჩნდა პოლონეთში, იყო 3 საათიანი საუბარი ამ წყაროს მიხედვით პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სიკორსკის პასუხი იყო უარი. ანუ მან უთხრა რომ არა, ვიდრე ეს რეალობა არის, მის საზღვრებთან არ გახსნის სარკინიგზო მიმოსვლას, აქვე სხვაობასთან დაკავშირებით არის ინფორმაცია მოცემული, ასე იგი ზღვით გადაზიდვის შემთხვევაში ეს ტრანზიტი ძალიან დროში იწელება და გაცილებით მეტ დროს მოითხოვს, აი აქ არის ეს მონაკვეთი, ეს მონიშნა აჩვენებს ზღვით გადაზიდვას, ხედავთ რამხელაზე რამხელაზე გრძელდება გზა და გარდა ამისა გადაზიდვა ცხადია უფრო მეტ დროს მოითხოვს ვიდრე სარკინიგზო გადაზიდვა, საჰაერო გადაზიდვის შემთხვევაში კი ეს პროცესი უფრო 30%-ით ძვირიჯდება. შესაბამისად ეს ჩინეთის სავაჭრო ინტერესს ამ შემთხვევაში მნიშვნელოვნად ურტყამს და აქ საგულისხმოა ცხადია კიდევ ერთი გარემოება. ეს შესაძლოა განვიხილოთ პრინციპში ჩინეთზე ზეწოლის მოხდენის მექანიზმად, გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში პოლონეთის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არის საკუთარი უსაფრთხოების დაცვა, იმიტომ რომ ეს ყურის ძირში მათთან ამხელა მასშტაბური სწავლება ტარდება და აგერ 2-3 დღის წინ 25 დრონი შეუფრინდა რუსეთის პოლონეთის ტერიტორიაზე და აქ უსაფრთხოების კონტექსტი არის ერთი, მეორე არის ზეწოლა ჩინეთზე ამ შემთხვევაში როგორც რუსეთის ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორზე, რაზეც დიდი ხანია მიდის საუბარი. ჯერ ტრამპი ემუქრებოდა ინდოეთს და ჩინეთს მეორადი სანქციების დაწესებით. ამ შემთხვევაში ტრამპმა პოლიტიკა შეცვალა და პირველ რიგში თითქმის ევროპელების მისამართით და ეუბნება, რომ ჯერ თქვენ დაასანქცირეთ, ჯერ თქვენ შეწყვიტეთ რუსული ნავთობის სხვადასხვა გზებით მიღება და შემდეგ მე აუცილებლად პირობას ვდებ, რომ იგივეს გავაკეთებო. ამ შემთხვევაში ეს შეგვიძლია ამ ჭრილშიც დავინახოთ, რომ ჩინეთზე აი ესეთი სავაჭრო ტიპის წნეხიც შესაძლოა რაღაც მომენტში გარდამტეხიც აღმოჩნდეს, შესაძლოა აი ამ ფონზეც უფრო მეტად გადახედონ ჩინეთში საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რა ურჩევნიათ რუსეთთან თანამშრომლობა და იაფი ნედლი ნავთობის მათგან შესყიდვა, თუ ამ შემთხვევაში დასავლეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაფუჭება და მთელი აი ამ ლოჯისტიკური მარშრუტების მოშლა. შემდეგი სიახლეც რუსეთისა და ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებს ეხება ერთი საინტერესო მასალა შემომხდა, რომელიც შემოვინახეთ თქვენთვის გასაცნობად. ეს არის როიტერის სტატია, სადაც საუბარია იმაზე, რომ რუსეთი 90-იანი წლების ბნელ წარსულს გამოცდილებას და პრაქტიკას უბრუნდება და ამ შემთხვევაში ბარტერებით ვაჭრობს ჩინეთთან იმისთვის, რომ დასავლურ სანქციებს თავი აარიდონ თავად ჩინურმა კომპანიებმა. ეს სტატია პრინციპში ფოკუსირებულია
სწორედ იმაზე, რომ მართალია ჩინეთის თუ ინდოეთის ხელისუფლებები ამბობენ, რომ მათ არ ადარდებთ ეს მუქარები და საკუთარი ინტერესებით მოქმედებენ და ამ შემთხვევაში მათი ინტერესი არის, რომ იაფად ივაჭრონ რუსეთთან და არ აინტერესებთ დანარჩენი, მაგრამ სხვანაირად რეაგირებს ბიზნესი და ეს სტატიაც სწორედ ამაზე მოგვითხრობს, რომ კომპანიები ერიდებიან დასავლურ სანქციებს, მეორადი სანქციების დაწესების შემთხვევაში არ უნდათ რომ ამ კომპანიების ჩამონათვალში მოხდნენ და ამიტომ მოიძებნა განსხვავებული ფორმა, ბარტერები, პირდაპირ პროდუქციის გაცვლა. ამ შემთხვევაში საუბარი არის იმაზე, რომ სხვადასხვა წყაროები, ცხადია, არ სახელდება, რომელ წყაროებზეა საუბარი, ანონიმური წყაროები, თუმცა როგორც ჩინეთიდან, ასევე რუსეთიდან Reuters udastureben სხვადასხვა ტიპის გაცვლებთან დაკავშირებით. აქ მაგალითად საუბარი არის იმაზე, რომ ხორბლის გაცვლა, რუსული ხორბალი იცვლება ჩინურ ელექტრომანქანებში. მაგალითად, ჩინური კომპანია ელექტრომანქანებს ჩინურ ვალუტაში ყიდულობს, რუსული კომპანია რუსულ რუბლში ყიდულობს, ასე რა ქვია, მარცვლეულს და ხდება ამ შემთხვევაში პირდაპირი წესით ესე გაცვლა. და აქ საუბარი არის იმაზე, რომ 2024 წლის შემდეგ ამ სტატიაში ახსენებია, რომ ასეთი ბარტერების რაოდენობამ განსაკუთრებით მოიმატა. 2025 წელსაც ეს პრაქტიკა თანდათან უფრო ფართოვდება და არის არაერთი დადასტურებული кейსი, როდესაც მსგავსი ტიპის გარიგებები მოხდა, მათ შორის მრავალ მილიონიანი გარიგებები მოხდა ჩინეთსა და ჩინურ და რუსულ კომპანიებს შორის. ხო, აქ ბოლოში უკვე საუბარი არის ამ ყველაფრის მავნე პრაქტიკაზე. ერთი შეხედვით ვიღაცამ შეიძლება თქვას, ხო, მე რა მოხდა, ამით თავს არიდებენ დოლარსა და ევროში ტრანზაქციების განხორციელებას, გაცვლიან პირდაპირ, მაგრამ ეს ყველაფერი როგორც პრაქტიკა მაჩვენა და ბნელი 90-იანები ტყუილად არ მიხსენებია და ამ სტატიაშიც ამაზე არის საუბარი, სწორედ რომ აი ამ პერიოდში ამ პრაქტიკამ გამოიწვია ქაოსი რუსეთის ეკონომიკაში, იქიდან გამომდინარე, რომ აი ამ ტიპის გარიგებების მეშვეობით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ გარკვეულ პირებს ფასებით მანიპულაციები განეხორციელებინათ, რაღაცეები იაფად მოეპოვებინათ და ძვირად გაეყიდათ და ამან შექმნა ძალიან დიდი დისბალანსი. ბაზარზე გამოიწვია რყევები, ვიღაცები ძალიან მარტივად გამდიდრდნენ, ვიღაცები გაყარიბდნენ და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სიტყვას ერთი შესატყვისი აქვს და ამას ქვია ქაოსი ეკონომიკაში. მოკლედ დღეს შესაძლოა რუსეთის ზოგიერთ რუსეთში ბევრ ბიზნესმენს ეს ამბავი აწყობს, მაგრამ მთლიანობაში ეს ყველაფერი სტაბილურობაზე, ეკონომიკის სტაბილურობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს და ამას აჩვენებს პრაქტიკა და ამაზე საუბრობენ შესაბამისი კომპეტენციის მქონე ხალხი, მათ შორის Reuters რესპონდენტები, რომელიც ამ სტატიაში არიან მოყვანილი და შეგიძლიათ ამ სტატიას ინტერესის შემთხვევაში ცხადია ორიგინალშიც გაეცნოთ. შემდეგი ინფორმაცია უკვე რუსეთის ნავთობ ინდუსტრიას ეხება და ამ შემთხვევაშიც Reuters მასალაა, სადაც ექსკლუზიურად წარმოადგენენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთი ახლოს არის უახლოვდება გადაწყვეტილებას ნავთობმოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით და ეს ყველაფერი ხდება უკრაინული დრონების გახშირებული იერიშების კვალდაკვალ. მოკლედ, აქ საუბარი არის იმაზე, რომ ერთ-ერთი მსხვილი რუსული ნავთობ კომპანიის ხელმძღვანელობა, Transneft-ის ხელმძღვანელობა დაუკავშირდა მომპოვებელ კომპანიებს და აცნობა, რომ მათ შესაძლოა ახლო მომავალში მოუწიოთ წარმოების შეჩერება, იქიდან გამომდინარე, რომ აი ამ დრონებით განხორციელებული თავდასხმების გამო ძალიან შემცირდა შესაძლებლობები, შემცირდა იმის რესურსები, რომ მოხდეს ექსპორტზე გატანა ნავთობის, განადგურდა ძალიან ბევრი რეზერვუარი, შეფერხდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშაობა, აქედან გამომდინარე, მოთხოვნა მცირდება ნედლ ნავთობზე და შესაბამისად მომპოვებლებს მოუწევთ, რომ ტემპი დააგდონ. ამ სტატიაში ნათქვამია, რომ არსებობს კონკრეტული წყაროები, ვინც ეს ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა თავის მხრივ კომპანია Transneft-მა ამ
ინფორმაციის გავრცელებას უწოდა ფეიქი და თქვეს, რომ ეს ყველაფერი არის დასავლური პროპაგანდის ნაწილი იმისთვის, რომ რაღაცა რუსეთის ეკონომიკის ნგრევის შესახებ შექმნან მითები. თუმცა ხო, როიტერი ჯიუტად გვარწმუნებს იმასთან დაკავშირებით, ეს ძალიან ავტორიტეტული საინფორმაციო წყარო არის მოგეხსენებათ, რომ მას ყავს რეალური წყაროები ამ შემთხვევაში, რომელსაც არ ასახელებს, მაგრამ ისინი დანამდვილებით არწმუნებენ ამ შემთხვევაში ამ მედია ორგანიზაციას, რომ რეალურად რუსეთის კომპანიები აი ამ გადაწყვეტილებასთან არიან ძალიან ძალიან ახლოს. ხო, მთლიანობაში რა შეიძლება ითქვას, ყველაზე ეფექტურად ამ ნაწილში ის შეგვიძლია დავამატოთ, რომ ყველაზე ეფექტურად სანქციების მხრივ თავად უკრაინელების მიერ უკვე ხო ამ პროცესს ესე დაარქვეს, უკრაინული სანქციები მუშაობს. ანუ უკრაინული თავდასხმები რუსეთის ნავთობ ობიექტებზე, რომელიც განსაკუთრებით აგვისტოს თვეში იყო ძალიან ინტენსიური და ბოლო დღეების განმავლობაშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი ნავთობ ობიექტი დაიბომბა. ეკონომიკური პრობლემების და ბიუჯეტში არსებული დეფიციტის გაღრმავების გათვალისწინებით რუსეთში ცდილობენ, რომ გარკვეული გადამჭრელი ზომები მიიღონ, გამოსავალი იპოვონ და ამ შემთხვევაში პუტინის ბრძანებით მზადდება ახალი გადაწყვეტილება როიტერის ინფორმაციით. საუბარი არის იმაზე, რომ რუსეთის მთავრობა გეგმავს 2026 წლიდან გაზარდოს საშემოსავლო გადასახადი. ანუ თუ ახლა იხდიან 22%, თუ ახლა არის 20% საშემოსავლო, იქნება 22%. აი ასე მარტივად ცდილობს, რომ დეფიციტი შეავსოს არსებული გათვლებით, თუ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა, ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი განახევრდება და მასე მარტივად მოგვარდება პრობლემა. მარტივად ხელისუფლებისთვის თორე რთული იქნება თავად გადასახადის გადამხდელებისთვის. იხდიდი 20%-ს, გადაიხდი 22%-ს, არ გადაიხდი და შენი აჯობებს. აი ეგეთი სიტუაცია აქვს მოკლედ რუსეთში. ხო, ეს ყველაფერი ძალიან ცხადია, რომ რუსეთის ხელისუფლებას პუტინს და მის რეჟიმს ახლა მხოლოდ ომის გაგრძელება ჭირდება. ახლა მხოლოდ ომის გაგრძელებაში ხედავენ ისინი ძალაუფლების შენარჩუნების გზას და ამისთვის ყველანაირ მოქალაქის ინტერესს გაწირავენ, ყველანაირ ეკონომიკურ ინტერესს გაწირავენ და ყველაფერს მათი სიცოცხლიდან დაწყებული ცხადია, მილიონზე მეტი დანაკარგი აქვთ უკვე, მაგრამ ეს დიდად არავის არ აღელვებს. ბოლოს ვიდრე დაგემშვიდობებით, მინდა რომ გესაუბროთ სიახლეზე, რომელიც დავაანონსე. ეს ეხება ახალ პროექტს, რომელიც დავიწყეთ ჩემს ძალიან მაგარ კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად. ესენი არიან ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ჟურნალისტები და მგონია რომ თქვენი უმეტესობა ალბათ ამ ხალხს იცნობს. რატი მუჯირი, გიორგი ცხვიტავა და თამარ ნუცუბიძე. შესაძლოა კიდევ დაგვემატონ კოლეგები. თამარ ნუცუბიძე ბრიუსელში იქიდან მუშაობს, მას აქვს საკუთარი პლატფორმა ევროსკოპი, საიდანაც გვიყვება ხოლმე ევროკავშირში მიმდინარე სიახლეების შესახებ და არა მხოლოდ. ასევე გიორგი ცხვიტავასაც აქვს საკუთარი პროექტი, საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც ძალიან მაგარ ინტერვიუებს წერს და ანთაუსებს მის YouTube არხზე. რატი მუჯირიც, როგორც დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ასე ჩემსავით გადმობარგდა და სხვებივით YouTube-ზე და მანაც დაიწყო საკუთარი პროექტის კეთება, სადაც ასევე დაახლოებით იგივე საკეთებს, რასაც მე მუდმივად განახლებას აკეთებს ინფორმაციის თუ რა ხდება უკრაინაში ფრონტის ხაზზე, საუბრობს ასევე სხვა გეოპოლიტიკურ თემებზე. მოკლედ გადავწყვიტეთ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, რომ ერთად უფრო შევძლებთ მეტ აუდიტორიას მივწვდეთ და ერთად უფრო შევძლებთ, რომ შევასრულოთ ჩვენი ფუნქცია. რომ აი ამ უზარმაზარი დეზინფორმაციის და პრორუსული პროპაგანდის პირისპირ არ ვიყოთ მარტო, არ ვეცადოთ მხოლოდ რაღაც ინდივიდუალური პროექტებით და გავაერთიანოთ როგორღაც ძალები. ეს ძალების გაერთიანება გულისხმობს იმას, რომ ამ ეტაპზე მინიმუმ კვირაში ერთხელ შევიკრიბებით. ჩვენ აქ თბილისში თამარა ბრიუსელიდან ჩაგვერთვება ხოლმე და ვისაუბრებთ ყოველი კვირის მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე, რაც ხდება საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ. ძირითადად მაინც
საერთაშორისო პოლიტიკაზე გვექნება საუბარი, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, ნატოზე, ევროკავშირზე და ასე შემდეგ. აი ამ მთავარ ძირითად მოვლენებზე, რაც პირდაპირ კავშირშია, შემდეგ უკვე ცხადია საქართველოსთან და ჩვენს გამოწვევებთან, დღეს არსებულ გამოწვევებთან და ხვალინდელ დღესთან, ჩვენს საგარეო კურსთან, ჩვენს შემდგომ ევროინტეგრაციასთან, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვეცადოთ, რომ ჩვენი წილი საქმე გავაკეთოთ. როგორღაც ჩვენი გამოცდილება თუ ცოდნა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი მოიქცეს აი ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ და ეს რეალური საფრთხეა. ეს ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ არის ჰიბრიდული ომი, რომლის მონაწილეებიც ვართ და რაღაცნაირად უნდა შევძლოთ, რომ ერთად გავუმკლავდეთ. შესაბამისად, ბოლო სიტყვა, იმიტომ დავარქვით ამ პროექტს, რომ რაღაც თემებზე გვაქვს ეგეთი ამბიცია, რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ჩვენი ბოლო სიტყვა და რაღაცნაირად გარდა იმისა, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ სწორ კონტექსტში, რაღაცნაირად შემოგთავაზოთ ჩვენი შეფასებაც, ხო? ეგ არის რა, ვცდილობთ, რომ ჩვენი ბოლო სიტყვა ვთქვათ რაღაც თემებზე და მგონია, რომ საინტერესოდ გამოგვივა ეგ ყველაფერი, ამის იმედი გვაქვს და თქვენი ჩართულობის იმედიც გვაქვს. ამიტომ მინდა რომ გთხოვოთ, ვინც ხართ ჩემი გამომწერები და ვინც ხართ ჩემი მუდმივი მაყურებლები, გამოიწერეთ ეს არხი, ხედავთ გამოსახულებას, ბოლო სიტყვა, ქართულადაც შეგიძლიათ მოძებნოთ, ინგლისური ასოებითაც შეგიძლიათ აკრიფოთ და მოძებნოთ და პირველი ეპიზოდიც არის უკვე ამ არხზე განთავსებული, რომელიც ეხება სწორედ იმ თემას პრინციპში, რაზეც დღესაც ვსაუბრობდი, რუსული დრონები პოლონეთსა და რუმინეთში, საფრთხეები და რეაგირება. ნატოს პასუხი პუტინის ტესტზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. დაალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონებათ და დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. ნახვამდის.